ჩვენი სტუმარი ამ თემაზე მოგესალმებით ხატია რამ გამოიწვია არჩევნებიდან თვენახევარში ასეთი მასშტაბური ცვლილებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყველა რეგიონალური სამსახურის უფროს დაატოვებინეს თანამდებობა პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაურის სოსო გოგაშვილი აღარ არის თანამდებობაზე და ჩვენ ვისმენთ რომ მის ნაცვლად ამ პოსტს დაიკავებს გიორგი გახარიას კადრი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. დიახ, თუ ვიტყვით ესე ეს უკავშირდება პირველ რიგში ბიძინაევანიშვილის შეშინებულ სახეს, როდესაც პირველი ტურის შემდეგ იგი გამოვიდა, გადაწყვიტა რომ გამოსულიყო, ძალიან შეშინებული იყო ოპოზიციის შედეგებით და ფაქტი იყო უკვე რომ ჩატარებულიყო სამართლიანი არჩევნები, რეალურად ოპოზიცია ეს იყო ჩვეულებრივად ჩვენი გამარჯვებით, ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდებოდა, ამიტომ ეს არის შიში, რომელიც მას გაუჩნდა პირველი ტურის შემდეგ განსაკუთრებით. ესე იგი, რეალურად არჩევნების პერიოდში პირველსა და მეორე ტურს შორის განსაკუთრებით არჩევნების დღეს სუსი იყო, მან დაავალა სუსს, კერძოდ გომელაურს, სუსი იყო ის მთავარი მაკონტროლებელი ძალა, რომელიც ძალადობდა ადამიანებზე, რომლებიც აშინებდნენ სუსის წარმომადგენლები აშინებდნენ ადამიანებს და ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით იმისი, როდესაც სუსის რეგიონალური სამსახურის უფროსები და ქალაქის უფროსები პოლიციელებთან ერთად დადიოდნენ ოჯახებში და რეალურად მართლაც აშინებდნენ ადამიანებს, რომ არ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც უნდა დამდგარიყო ყველა მოცემულობით და კანონზომიერების მიხედვით. ამიტომ ეხლა გადაწყვიტა ბიძინაევანიშვილმა, რომ რეალურად კიდევ უფრო გააძლიეროს გახარიას გავლენები ადამიანის, რომელიც პირდაპირ არის მხილებული მაგალითად იაკერზაიას საქმეზე, როდესაც აქამდე ჯერჯერობით არ მოუკითხია უმრავლესობას თუ და არც ქართულ ოცნებას თუ რა იყო მიზეზი ამ ქალბატონის გარდაცვალების ადამიანის, რომელიც რეალურად არის პასუხისმგებელი სარალიძეს საქმესთან დაკავშირებით და არც აქამდე მოუკითხია და დიდად არ აინტერესებს. ამიტომ ეს ადამიანი, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრმა საუბარი გაზარდა, ეხლა ზრდის ამ ადამიანის არაფორმალურ გავლენას და ეს არის სწორედ ოლიგარქის და არაფორმალური მმართველობის ყველაზე დიდი სიმახინჯე, როდესაც ესეთი ჩრდილოვანი გავლენები იზრდება და პრაქტიკულად გახარია გვევლინება ეხა ძალიან მნიშვნელოვანი ორი სამართალდამცველი სტრუქტურის ეს ეგრეთ წოდებულ მეთვალყურეთ მაყურებლად და ბიძინაევანიშვილს აქვს იმედი რომ სწორედ შემდეგი ნაბიჯები რომელსაც იგი გადადგოს მაგალითად დაუშვათ პოლიტიკური სადამსჯელო ღონისძიებების გადასადგავად როგორც ეხლა გახარიამ გააკეთა თუნდაც კირკიტაძეს საქმესთან დაკავშირებით რომ გახარია იქნება ის ადამიანი რომელმაც უნდა გააკონტროლოს და იყოს მეთვალყურე დაუშვათ ამ მიმართულებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა ბიძინაევანიშვილის მხრიდან. ამიტომ რეალურად როდესაც ივანიშვილი პირველი ტურის შემდეგ გამოვიდა შეშინებული და ჩვენს მოსახლეობას მოუწოდა რომ კიცით რა ჩვენ 7 წელი არაფერი არ გვიკეთებია, ჩვენ 7 წელი გავზარდეთ ფასები პროდუქტებზე, ადამიანები წამლებს ვეღარ ყიდულობენ, რეალურად 150,000 ბავშვი კიდევ შიმშილობს, მაგრამ ამის მიუხედავად მოდით მე ახლა კიდევ ერთი წელი მომეცით და რეალურად ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ რა ვხედავთ? ხედავთ იმას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია, როდესაც ქართული ოცნება და ბიძინაევანიშვილის პირდაპირი დავალება ეხა უმრავლესობაზე თქვენი წინა სიუჟეტი იყო და გამოსვლელიც იყო, რომ ეს მოსამართლეები უადოდ გამწესდნენ და ასევე დაუშვათ ის კონფიგურაცია დარჩეს, რომელიც უნდა დარჩეს და ასევე ეხა ჩრდილოვანი გავლენების გადანაწილებით არის დაკავებული ოლიგარქი, იმიტომ რომ მას რეალურად არადარდებს ზოგადად რა მოხდება ამ ქვეყანაში, როგორ იცხოვრებს ადამიანი, როგორ იცხოვრებს დაუშვათ ჩვეულებრივი მოქალაქე, იქნება თუ არა საკვები, იქნება თუ არა დაუშვათ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანს ელემენტარული შემოსავალი, ეს არადარდებს, თავარია რომ მან ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების ბერკეტი ჩაიგდოს ხელში, ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია, ეს ეხება რასაკვირველია პროკურატურას, იმიტომ რომ პროკურატურა ჩვენ არც კი ვიცით, მე მაგალითად გახსოვთ ეხლა ვინ არის მთავარი პროკურორი, ძალიან ბევრ ადამიანს არ ახსოვს და მათ შორის ეხლა უკვე სუსი, ვინაიდან გომელაურს როგორც ჩანს ბოლომდე აღარ ენდობა და
ეხლა დაფარული დახურული ესე ვთქვათ კარს მიღმა ძალიან ბევრი სუსის თანამშრომელი იმასაც ამბობს რომ პირველი ტურის შემდეგ მნიშვნელოვანი საყვედურები მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან გომელაურმა პრაქტიკულად არჩევნებზე გომელაურით შეიცვლება და მთლიანად შინაგან საქმეთა მინისტრი აიღებს კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზეც? არა, მე ვფიქრობ რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილი აკეთებს იმას რომ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი პრაქტიკულად გააკონტროლებს ამ ორ გოლს მარცხაჯულების, ანუ სამართალდამცავი სისტემის ამ ორ გოლს, იმიტომ რომ ეს ჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ძალაუფლება, როგორც არაფორმალური მმართველის ძალაუფლება კიდევ უფრო გაძლიერდეს, ხო? ამიტომ ის დაპირებები, რომელიც თუნდაც ქართულმა ოცნებამ გასცა წინა საარჩევნოდ, არც ერთი დაპირება არ შესრულდა, არ შესრულდება და ამისი ილუზიაც არ გქონდეს, ჩვენ უფრო მეცაც გეტყვით, მას გახარია სჭირდება, იმიტომ რომ ის კანონპროექტი, რომელიც დაბრუნდება ეხლა თქვა კანაფის კულტივაციაზეა პარლამენტში, ეს კანონპროექტი რეალურად ამ კანონპროექტის ზედამხედველი და მაყურებელი იყოს დაუშვათ გახარია და შემდეგ უკვე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენების, რომელიც ამ კანონპროექტს უკავშირდება და კანონის განხორციელებას. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს კანონპროექტი დაბრუნდება, იცით თქვენ რომ რეალურად მან უსაყვედურო ასევე უმრავლესობას რომ რატომ შეჩერდა დაუშვათ ამ კანონის მიღება და განხილვა. ამიტომ რეალურად იგი ფიქრობს, რომ გახარია შეიძლება უფრო იყოს დაუშვათ თავისი ნებასურვილის და არაფორმალური მმართველობის გამტარებელი ყველა კუთხით და სწორედ ამიტომ თუ ის დაპირებები, რომელიც სოციალური მიმართულებით აქვს გაცემული ქართული ოცნების თავმჯდომარეს, სამართლებრივი კუთხით აქვს გაცემული, ვერ შესრულდება, მაშინ რა უნდა ქნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა? შეიცვლება თუ არა იქ უფროსი ან შემადგენლობა, ამას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს? არა, ნახეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხო, ხომ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ეხლა ჩვენ ესე ძალიან ფართოდ უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუცია, განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებები, რომელიც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და რომლებიც უნდა ასრულებდნენ რეალურად მთავარი თქვათ ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს, პოლიცია უნდა იცავდეს ჩვენ მოქალაქეს. რაზეა საუბარი? გახარიას გავლენებს აძლიერებს რეალურად ივანიშვილი, როდესაც დანაშაულის სტატისტიკა არის გაზრდილი 60%. იცით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დაახლოებით ორჯერ და მეტი დანაშაული ხდება და ხა სახეზეა ყველაფერი, ხო? ასევე პოლიციელი არ არის ოფიციალურად აღნიშნოს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო აი ამ სტატისტიკური მონაცემის ზუსტი მონაცემის გამოქვეყნება, სულ იყო ხოლმე ამაზე დავა და კამათი, რომ როგორ მოხდა, გაიზარდა, არ გაიზარდა, მან თქვა, რომ ის დაიწყებდა გამოქვეყნებას და ეს ასე ხდება. გასაგებია, დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ რაც ყველაზე სავალალოა, ეს არის ის, რომ რეალურად 20%-ით არის დაახლოებით შემცირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ამიტომ მე დავასრულებ ჩემს წინა სადამდეც მივდიოდი. ეს არის, რომ მთავარი სახელმწიფო უსაფრთხოების დამცავი ინსტიტუტები არ არიან დაუშვათ თავისი ფუნქცია მოვალეობით დაკავებული. ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც პოლიტიკურად უნდა იყოს პასუხისმგებელი და ტექნიკურად არის პასუხისმგებელი დაუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტროზე, პოლიციაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რეალურად ეს ადამიანები დაკავებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, როგორ შეასრულონ დაუშვათ ბიძინა ივანიშვილის სურვილი. აი პირველი მაგალითი ეს არის იგივე საარჩევნო აუცილებლად უნდა დაუბრუნდე და ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბრო არჩევნების დღე და პირველსა და მეორე ტურში მიმდინარე მოვლენები, როდესაც პოლიცია სულსი ყველაზე მთავარი და ძალოვანი უწყებები მთლიანად იყვნენ ჩაბმული დაუშვათ ამ საარჩევნო პროცესში კრიმინალებთან ერთად. სწორედ ამიტომ ხდება ეხლა სტატისტიკის გაზრდა და დანაშაულის გაზრდა. რეალურად ეხლა დაუშვათ გამოქვეყნებაზე კი კარგია რომ ქვეყნდება, მაგრამ ამაზე ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო საზოგადოების მხრიდან, რომ სტატისტიკა უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ რომც არ გამოქვეყნდეს, ხო? ბატონო, ხედავთ რა ხდება რეალურად, როდესაც ერთღამეს გაგიქურდავენ დაახლოებით 20-მდე მანქანას და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია რამდენჯერმე, ხა ამას არ უნდა რეალურად სტატისტიკის გამოქვეყნება. ამიტომ ჩვენ გვაქვს საქმე რასთან? ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი არასოდეს, ანუ როგორც ოლიგარქიული მმართველი, ბუნებაა ეს ოლიგარქიული მმართველობის და არაფორმალური მმართველობის, არასოდეს რეალურად არ იქნება დაინტერესებული ჩვენი ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურ კეთილდღეობაზე. იგი დაინტერესებული არის, რასაკვირველია, პირადი გამდიდრების მიმართულებით და ეხა პრაქტიკულად ყველა სფეროზე კონტროლის დამყარების გამყარებით, თორე ეხა არც სასამართლო სამართლო სისტემაზე ეს მოვლენები ახალი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ 7 წელია უყურებთ მარცხაჯულების ამ
კუთხით მოვლენებს და ასევე დავუშვათ ფინანსურ კაპიტალზე კონტროლი, რაც უკავშირდება იგივე TBC-ის ბანკთან დაკავშირებულ მოვლენებს. ამიტომ გახარიას გავლენების გაზრდა ეს უკავშირდება იმას, რომ ვინ უფრო კარგად შეასრულებს ივანიშვილის სრულს, მაგრამ ასევე აუცილებლად ხაზი უნდა გაუწვათ ერთ რამეს, რომ გომელაური, გახარია, ცალკე აღებული თუნდაც უმრავლესობის წევრები, რომელიმე ადამიანი, ეს ადამიანები ცალკე როგორც ასეთი არავინ არ წარმოადგენს არ ძლიერ პოლიტიკოს, არ ძლიერ დაუშვათ იგივე სამართალდამცველს და ასე შემდეგ. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ არიან იქ, სადაც არიან და აკეთებენ იმას, რომ ესე უნდა ბიძინა ივანიშვილს და რასაკვირველია, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება, იმიტომ რომ ივანიშვილი ხედავს ახლა რომ აუცილებელია კანაფის კულტივიზაციის კანონის მიღება, აუცილებელია რეალურად მისი პერსონალური გამდიდრების წყაროს კიდევ უფრო გაფართოება და აუცილებელია კიდევ უფრო ბოლომდე მართლმსაჯულების ყველა რგოლზე კონტროლის დამყარება. მადლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ხატია დეკანოიძეს, რომელთანაც სუში დაგეგმილ ცვლილებებზე. საუბრობდით დღის ამბები 4 საათზე, ამით დასრულებულია. მე ხვალამდე